ამორიცხავთ შესაძლოა აქედან გამოსულ ბრალს იღებო. ცისნებაა ყველაფერი, ვეაფშე გამოდის. სუსის ყოფილი ხელმძღვანელის მოუდინები გამართლდა. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული გრიგორ ლილუაშვილი ჯერ საგამოძიებო უწყების შეკითხვებს, შემდეგ კი საკუთარ ბრალს გაიცნოდა, სანამ იზოლატორში გადაიყვანდნენ მთავარმა პროკურორმა საზოგადოებას მისი დაკავების შესახებ ამცნო. სუსის ყოფილ უფროსს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საქმე 4 ეპიზოდად იყოფა. ამ 4-დან ერთ-ერთი კოლ-ცენტრების მფარველობაა. 14 ჩვენებებით აღნიშნული კოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდნენ. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი. გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით 1,365,000 ამერიკული დოლარი მიიღო. 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი. რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. 2022 წლის თებერვლის თვეში ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1,500,000 ლარი. სუსის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალის დადგენილება ოფიციალურად წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. გრიგორ ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ უნდა ქონოდა, იმიტომ რომ გრიგოლი არ დამალვია გამოძიებას, არ დაუტოვებია ქალაქი, არ დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი, ის რა თქმა უნდა იმ საგამოძიებო მოქმედებას, როდესაც შხრეკა ჩადარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძიების გამოძახებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთია იმ პირებიდან, რომელიც გრიგორ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ კორუფციაში ბრალდებულ რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუწია. ბატონ რომეოს ვიცავ იმ საქმეში, რომელიც განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმის ფარგლებში მას არანაირი ჩვენება არ მიუწია იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაც ეს გაზრდა მას ბრიფინგზე. 4 ეპიზოდად მიმდინარე საქმიდან ერთ-ერთში ბაგაბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ფიგურირებს. ირკვევა, რომ კახა გვანცელაძე ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. მის მფარველობას კი ლილუაშვილი უზრუნველყოფდა. ბაგაბაღების სააგენტოს ყოფილ დირექტორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მენერი კომუნიკაცია მქონია ერთადერთი ბრალს გავეცანი მეტის თქმის საშუალება ამიტომზე არ მაქვს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ლილუაშვილი ახლა აღკვეთის ღონისძიების მოუდინშია. სუსის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა გრიგორ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.